ზუსტი მეცნიერება, მათემატიკა და ფიზიკა. სოციალური მეცნიერებები და მათ შორის ისტორია, სოციალურ მეცნიერებებში გადის ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ არის მეცნიერებასთან ახლოს. ეს არის კვაზი მეცნიერებები, რაღაც თვალსაზრისით და ესე კატეგორიულად რომ გავუნიშნოთ რა არის ზუსტი და რა არის არაზუსტი მეცნიერება. მაგრამ რატომ ვინდობით მეცნიერებას ხშირ შემთხვევაში და რატომ არ ვინდობით მეცნიერებას ხშირ შემთხვევაში? იმიტომ რომ ეს არის რაღაც თვალსაზრისით ბოლომდე ჯერ შეუსწავლელი მოცემულობების გარკვეული ინტერპრეტირება, წყაროების გარკვეული ინტერპრეტირება და თუნდაც ფაქტი რომ იყოს, აი ამ ფაქტის მეცნიერულად წარმოდგენა არ არის მათემატიკასავით a+b²-ში, ან a-b²-ში. ონომასტიკაც შესაბამისად არის, ხო, ტოპონიმიკის გამომკვლევი მეცნიერება, რომელიც ადასტურებს რაღაც მოსაზრებებს. რაც შეეხება ტოპონიმიკას იმ მიმართულებით, რომ ქართული ტოპონიმიკა არის, მოდი საქართველოს საზღვრებს გარეთ ვისაუბროთ ჯერ, ხო, ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგალითად ადიღეს დღევანდელი ადიღეს ტერიტორიაზე, მაგალითად კრასნოდარის გარშემო, მაგალითად უფრო დასავლეთისკენაც ყურეს შესართავებ, მდინარე ყურეს შესართავებთან და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, ხო, რას გვაძლევს ეს? ტოპონიმიკა არის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული წყარო თვითონ იმის ასახვა, ვინ არქმევდა სახელებს, ანუ სახელის შინაარსი კონტექსტუალური როგორია, მაგალითად გელინჯიხა, ხო? გელენ მეგრულად არის გარეთ, ძველ მეგრულად, ოღონდ ვიცი რომ გელენი ხა თანამედროვე მეგრულში როგორც გარეთ აღარ გამოიყენება. ჯიხა იყო ციხე. გელინჯიხაში საბამისად როცა ქვია ადგილს, ვარაუდობთ რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ და დაარქვეს გელინჯიხა. მაგრამ ასევე არის მეორე მხრივი ტოპონიმიკა, როდესაც სხვა ხალხები უწოდებენ ადგილ-სახელს იმის და მიხედვით თუ ვინ ცხოვრობს იქ. მაგალითად როგორც გურჯისტანი, ხო? მაგრამ აი მაგალითად იგივე ტოპონიმია ჩრდილოეთ კავკასიაში, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად კურჯიბსი, რაც უწოდეს, რითიც აღნიშნავს, რომ იქ ცხოვრობდნენ ქართველები. მაგალითად კურძს ეძახდნენ ქართველებს და ჯიბსი არის წყალი, ანუ ქართველების წყალი. იგივეა მაგალითად სონჩხა, სონი არის, სონეს ეძახდნენ ისინი სვანებს, სონე იგივე სვანია. ხოლო ჩხა არის მთა, სონჩხა ანუ სვანების მთა. სულ ეს არის ერთ-ერთი საშუალება.